განსაკუთრებული ყურადღების საგანია თირკმლის სამკურნალოდ არსებული პროგრამები, რომელიც სახელმწიფოს აქვს და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რომ ეს იყოს ერთის მხრივ ყოველთვის მზარდი, გაუმჯობესებადი და რაც შეიძლება მეტად დახვეწილი პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეცვლილა პრაქტიკულად დაფინანსების მოდელი და ტარიფი, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე მემართულებით, რასაც ჰემოდიალიზი ქვია, ამ მემართულებით ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით. აქვე მინდა ვთქვა, რომ დღეს განვიხილეთ ასევე სამომავლოდ სტრატეგიული გეგმებიც დავსახეთ იმ მემართულებით, რასაც ქვია ამ პროგრამის ეფექტიანობის გაუმჯობესება და გაზრდა და ამ თვალსაზრისით მუშაობის შედეგად, რაც გამოიკვეთება შემდგომი მხარდაჭერის საჭიროებას, ამასთან დაკავშირებითაც პრაქტიკულად გადაწყვეტით შეგვიძლია წინასწარ საუბარი. ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც ემსახურება თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი ბენეფიციარების მომსახურების გაუმჯობესებას. შესაბამისად დაისახა სტრატეგიული გეგმა, რომლის თანახმად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მიწოდებული სერვისების ხარისხი, პაციენტების მედიკამენტებით მომარაგება, მათი დიაგნოსტიკა და შესაბამისად მოხდა ტარიფის გაზრდა, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს დიალიზზე მყოფი პაციენტების გამოსავალს.